დაკარგულები. საქართველოს ყველაზე ღრმა ტყეში. ტყეში, რომელიც მტაცებელი ცხოველებითაა სავსე. გადაურჩებით თუ არა სიველურეს დაკარგულები. მოიტანი. და გავაღწევთ თუ არა ტყიდან. ახლა მოვედით ერთ-ერთ მთაზე და ძალიან ახლოს ვარ ტყის შუაღუთთან. ხო, მაგრამ კიდე ბევრად ღრმად შესვლა მოგვიწევს, რომ უკეთესად დავიკარგოთ. თან ამ ყველაფერთან ერთად წვიმაც დაიწყო, კიდევ კაი საწვიმარი გვაქვს. იმისათვის, რომ დავიკარგოთ საქართველოს ყველაზე ღრმა ტყეში წამოვედით, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქამდე ვილიცანა გზა არ აგვებნება. თის ფერც მიუყვებით და დაახლოებით აი ესეთი ვიწრო მონაკვეთის გავალა მოგვიწევს. მე როდესაც კარგად გვიყვით შედარებით გაშლილს, იქ ავიფარებ თვალებზე და შევეცდებით რომ დავიკარგოთ. ახლა ცალოთი თან კარგად სადღაც. სიარულისას ნისლი ჩამოწვა. რამე ტყეში ორიენტაციის უნარი სრულიად აგვირია. ამ ყველაფერთან ერთად გვეგრძალება კომპასის, რუკის ან ტელეფონის გამოყენება, ასე რომ მოგვიწევს გზა მხოლოდ ჩვენი ცოდნით ვიპოვოთ. სველი აღმერთსავლა გვიყვება და საკმაოდ რთულია. ეხლა კიდე რამ ჩავარდი ცოტა დამაყდა. ეგ ერთია და რამხელა ნისლი ჩამოწვა და ამოღამე? ო, ნის 1-2 წუთში ალბათ სულ ნისლი ჩავეფლობთ. ეხა იქით ამ თავს იმენა მთლიანად ხედავდი და ვაფშე აღარ ჩანს. აი ერთი ქვედა ორი ხე რო არის, მარტო მაგას ვხედავ. აჰა. სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, რაც შეიძლება. ამ დღისთვის 4 მთავარი მისია გვექნება. პირველი, დავბანაკდეთ კარგ ადგილას. მეორე, დავანთოთ ცეცხლი და მოამზადოთ საკვები. მესამე, ვიპოვოთ მტაცებელი ცხოველი და მეოთხე, გავაღწიოთ ტყიდან. ერთი სიტყვით, წვიმაში თუ მოყვებით ესეთ დაღმართ ადგილში, ხეებს ერიდეთ, უშუალოდ ხის ნატეხებს, თორე პირდაპირ ფეხს ასრიალებს. ქვისნაირადაა. ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, თან ჩატყდა და თან ჩამასრიალა. საღამოსკენ გზა სრულიად დაგვებნა. ამასთანავე დაიწყო დაბნელება. ამიტომ კარვის გასაშლელი ადგილის ძებნა დავიწყეთ. ეხა ფაქტობრივად დაკარგულები ვართ და დღეს უკან გზის გაკვლევას აზრი არ აქვს, ასე რომ დღეს აქ დავრჩებით და ხვალიდან დავიწყებთ უკვე აქედან გაღწევას. ეს სიმღერასთან ერთად რაღაც ხმების მატებაც შემომჩნევი და საინტერესო ღამე გველოდება ძალიან. ხო, თან სველები ვართ, ცივა და რთული ღამე გველოდება წინ ერთი სიტყვით. ეს დღე ყველაზე დიდთან ერთად ყველაზე საშიშიცაა, რადგან აქ ბინადრობენ მტაცებელი ცხოველები, როგორიცაა დათვი, გარეული კახი, მგელი, ფოცხვერი და სხვა. მათკვას კი ვიდეოს დასაწყისშივე ვნახავთ. საბოლოოდ აღმართი ავიარეთ და სწორ ტერიტორიასაც მივადგეთ. ამოვედით ეხა მთაზე და გონი კაი ადგილი ვიპოვით კარვის გასაშლელად. თან გვაღამდება და დიდად სხვა ვარიანტიც არ გვაქვს, ასე რომ აქ მოგვიწევს. მაგრამ სანამ გავხსნით რაღაცა უცნაური ტერიტორია და გადავწყვიტეთ, რომ ეს ტერიტორია დავათვალიეროთ კარგად, რომ რამის ბუნაგი არის. ერთი სიტყვით, პირველთავე რაც ვიპოვეთ, ან ძალიან ახლოს იქ გადავიღეთ, იქვე გადავიღეთ ვიდეო, ბოლო კადრი რაც ნახეთ და იქვე ვიპოვეთ. სავარაუდოდ ირმის განავალია რა რომ მოვიზიეთ. როგორც მოვიზიეთ, ეგრე იყო, ხო? ხო. გონი ეგ არის და წამოვა ისე მალე რაღაცას ვიპოვით, კაი არა ამ გონი ეგ. ოპა. დღეისთვის ვა, აქ შეიძლება სადღაც იმედია ირემია ოღონდ რომ ეხა რაღაცა სხვა იყოს, დათვი გვაქვს. კაი, დათვის რომ აი ნახე იქით კიდეა. ირმის იყო რა, რომ მოვიზიეთ ზუსტად ესეთი იყო რა. კარგი, უკვე 4 წელი ვიპოვეთ. აგე კიდე ერთი. მეც მაგმოიჩნდა, მიიღე ზუსტად. ისევ იმ ირმისას გავს თუკი. ირმის. თუკი ირემია, ხო. რაღაც ბლომად არიან აქ ირმები. იმედი ერთი ირმის ნაკრელი არაა ყველა. ძალიან მონდომებული ირემი. ეგ ისეთი მჭამელი ირემი იქნება ჩვენ შეგვჭამს. დავძე უარეს. აი, ერთი სიტყვით. ეხლა შევთანხმდეთ საკარვი ადგილზე რა. ცოტა ხანში დაბნელდა და გადაწყვეტეთ კარავი იქვე გაგაშალა. აი დაახლოებით ესეთი ადგილი ვიპოვეთ კარვის გასაშლელად. ეს არის მეორე მხარე, აი ის ირმის ისინი რაც განახეთ, ფუფები, მაგისი საპირისპირო მხარე არის აი ეს რა. და სწორი ისა რა, რაც თავარია კარავი გაიშლება. ხივა. სარგოს. დაბნელდა და კარავის გავშალეთ. ამაზე მეტი აღარც დაბნელდება წესით. და კიდე კარავი გავხიეთ პატარას. კარვის გაშლის შემდეგ გადავწყვიტეთ ცეცხლის განთებაზე და საჭმლის მომზადებაზე გვემუშავა. ო, ერთი სიტყვით დავიწყებთ ხეების მოგროვებას რა თქმა უნდა ხმელ ხეს მოვაგროვებთ და ადგილს მომასუფთავებთ რომ ცეცხლი არ გავრცელდეს არანაირად. რაღაცეების შემოლაგებასაც თუ შევძლებთ, კაი იქნება. აჰა. წავედით. მე ჩემი ტაიგ უნდა გავიტყო. აუ, პეტროსოს ტრაგზავოთ. დარიხი არის, აი ეს. ესეთი უცნაური სიტუაცია გვაქვს ხა. ცეცხლის განთება გვიჭირს. ძალიან სველი ყოფილა ყველაფერი და გაზს ვიხმარებთ, მაგრამ აი ხა ესეთი რაღაც კი ავამთეთ, მაგრამ ეს გაზი რო გავწევთ ამის ქვეშ არის გაზი არ ვიცი ნამდვილად ჩანს. იმ წამსვე ჩაქრება. და უწვალობთ თან ძალიან. ძალიან ცუდა და ასაქმე რა, თანაცივდა. ძალიან აცივდა. ო, ნებად.
მოიტანი. კილო თო ანთებულია ცეცხლი. ჯერ არა, მაგრამ ხო. ჩვეჩი ანთებულია. ოღონდ ხარ უნდა მოდუბრეთ. ეგ არის ახლა ცეცხლი ავანთეთ. რამდენი ვიწვალე, რამდენი ცეცხლის თანთებაზე მგონი მეორე ვიდეოს მე არ გვიწვალია. როგორც იქნა. რამდენი 1 საათი მინიმუმ რა ანთებაზე მარტო. საბოლოოდ დავანთეთ ცეცხლი, კანდელას დამსახურებით ამჯერად. დაანთო. და ეხლა ცოტა ხანი კარგად დავანთებთ რა დანახშირდეს და მე ნელ-ნელა დავიწყებთ უკვე საჭმლის მომზადებასაც. საჭმელად სოსისები წამოვიდეთ. ტოტებისგან შამფური გავაკეთეთ, უფრო დიდი ტოტებისგან კი მაყარე და მომზადება დავიწყეთ. ერთი სიტყვით ხალხნაო, 5-10 გამომწერზე ვაპირებთ სრული სიგრძის გაკეთებას. წინა ვიდეოში თუ ეგ პირველად. გვინდა რომ მთლიანი საქართველოს სანაპირო ანაკლინან სარფამდე გადავკვეთოთ ფეხით. დაახლოებით 10-15 დღის ამბავი იქნება და ორ ნაწილად გვინდა მაგ ვიდეოს გამოშვება. და ამ ყველაფრამდე ერთადერთი რაც გვაშორებს არის თქვენი გამოწერა. ესეთი რაღაცა ნამდვილად არავის არ აქვს ჯერ გაკეთებული, არც გაგვიგია, არც გვინახავს და ნამდვილად ორიგინალური და საინტერესო ვიდეო იქნება. ხო, 1000 სიტყვი შეხვდება წინ. მეც ერთი სული მაქვს ფოტოშორის მაგ ამბების. მალევე გავიაზრეთ რომ მაყალი ცეცხლიდან შორს იყო, ამიტომ უფრო ახლოს გადმოვიტანეთ. აი ესე რო გავაჩეროთ როგორ. საბოლოოდ გავიაზრეთ რომ ეს მეთოდი არ მუშაობდა. ამიტომ გადავწყვიტეთ საჭმელი პირდაპირ ნახშირზე შეგვეწვა. თან ჩვენ გარშემო ნისლი ჩამოწვა და რაღაცა ცნაური გარემოება. წვიმაც დაიწყო. ხო. ადარაზე წვიმა რა, წინ. შეკა შენს უკვე დათვია, შაქა. გაიხურე. მრავალფეროვნებით. ვეღადავები, ხო? არა უშ რა. სვეში ყიდა იმენა. გვეძინება ჩვენ. სვეში რაღაცა გული შემიწუხდა. შენ და პეტრომ დღეს ამან წახიო. აი ეს დავატრიალოთ ახლა მოდიება. ჭირდებოდა ეს ცოტა შეფრიზლებით. კანდარ. ინერვიულო შენც. აი ნახე, ხო გამომხიზდი, ხო აღარ ძალიან შემიწუხდა პროსტა ეს რა. როგორც იქნა საჭმელის გამზადდა. აი ესეთი ეხლა კამერამენი მე გავხდი. ჩვენი კამერამენი ჭამს. თან ხო უმია, მაგრამ ამდენი რო ვიწვალეთ გემრიელია მაინც. უმია ხო? ეხლა ეს ხორცის თუ არ მოვიდნენ. ხო ამის სუნი რა სიამს ჯერ არ ვიცით. მალე გავიგებთ აშკარად. ტურები ყმოვინე კიდე ბევრი. უწვავენ ხოლმე და მიდიაში არაფერი არ უნდა მოხდეს. ასეთ ტყეებში თუ არიან ოღონდ. საჭმლის ჭამა ღამის 2 საათზე დავამთავრეთ და კარვისკენ წავედით, რადგან ხვალ საკმაოდ რთული დღე გველოდა. და როგორც იქნა ყველაფერი დავალაგეთ, ცეცხლით ჩავაქრეთ და შემოვიდით კარავში დასაძინებლად, მაგრად გვეძინება თან. ასე თუ ისე ცოტა დაღმართში ვწევართ, მაგრამ სხვა დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად არის. ხვალე დილით გნახავთ. მანამდე კიდე იმედია მშვიდად გვეძინება. გაგვიცენდა. კარგად გვეძინა სხვათა შორის არაფერს არ შეუწუხები ვართ. უბრალოდ ციოდა ძალიან. კარავის შიგნიდან ცოტა სველი არის. ხო და ეხა გავართ ნელ-ნელა დავიწყებ მოსუფთავებას აქავრობის, კარვის საშლას და ნელ-ნელა აქედან გაღწევასაც. კარვიდან გასვლისთანავე საქმეს შევდებით. საჭმელი მოუმზადეთ, ადგილი მოაწესრიგეთ და ნელ-ნელა კარვის დაშლა დავიწყეთ. სწრაფად უნდა გვემოძრავა თუ ტყიდან გაღწევას ვაპირებთ. ეხლა მოკლედ კარვის ტერიტორიას ცოტათი გამოვხდით და აქედან დავიწყებთ თვალის ახლებას, დავტრიალდებით და ნახევარი საათის განმავლობაში დაახლოებით ჩვენი კამერამენი წაგვიყვანს არ ვიცით რომელი მიმართულებით. აი, ავიფოთ რა შენ თვალებს. მე ესეთი მამაკაცური თვალზე ასახვევით ვარ წარმოდგენილი. ჩანს რა მე? სიო. არა, მე მოკლედ მორჩი. კაი, სიო. მაგითხარ? რამე თუ იყო ჯირს მითხარი, წამოდი ხარ. პატარა მოწეულის კი. ამ ხილად ჩანით რო წავიქცე მოვიტეხო რაღაც. სადღაცა ჯანდაბაში ვარ და კიდე ამას ვაკეთებ ზემოდან რა საჭირო. გამოიწერეთ მეგობრებო ხე და დალაიქეთ ვიდეო, სადაც ხართ. 5-10 გამომწერზე სიგიჟეებს გვირდებით. საგარ მორია მან. სად? ჩაიკუზე ოდნავ კიდე. გადმოდი, გამოიარე. აი დადიქი. ხო. 1 2 3 ზაღლი ვიყო თუ ისოდე სად ვართ? სად მოვიყვანე? კარგად გამოგივიდა ძალიან, მე მართლა არ ვიცი სადა ვარ. გზისაბნევის შემთხვევაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ იმის აღიარებაა რომ დავიკარგე. სადმე ჩამოვждეთ და გამოსავალზე ცივი გონებით ვიფიქროთ. მე იმაზე დავждები. აი შენ რას ფიქრობ ხა შეხა? აუ, წარმოდგენა არ მაქვს სვეჩი ახლა. აი ხაი მართლა სრულიად დაკარგულია. მე და ჩვენი ბანაკი აქედან სად არის ახლოს არის? გავუქნათ ბიჭო. მოკლედ ჩვენ ჩამოვიდით ზემოდან აშკარა და ეს სადღაც აი მხრიდან რა. აი ესე იქ. მოდი ჯერ მაგან დავიდეთ და შევხვიდოთ რა ხდება ზემოთ.
ისე არ ვქნათ, რომ ეს ადგილით დავკარგოთ, სადაც ვიყავით. აქედან გასაღწევად 3 ეტაპიანი გეგმა დავსახეთ. პირველი, გვეპოვნა ჩვენი ბანაკის ადგილი, რათა ორიენტაციის უნარი აღვედგინა. მეორე, წავსულიყავით ადგილზე გარემოს ხედით, რომ რაიმე მინიშნება დაგვენახა. მესამე, მიგვეგნო უახლოეს მდინარეზე, რომელსაც ქვემოთ ჩაუყვებოდით, რადგან მდინარეების უმეტესობა დასახლებაში ან დასახლებასთან ახლოს ჩაედინება. ზოგადად დაკარგვის შემთხვევაში, თუ დაიკარგეთ, ძალიან კაი იქნება, რომ რამე აღმნიშვნელი საშუალება გქონდეთ, თან ან ფლომასტერი ან რაღაცა, რომ ნიშნები გააკეთოთ, სადაც იყავით და იგივე ადგილას წრეებზე არ იაროთ. არ მეცნობა მე ახაურობა. არაფერი არ მეცნობა აქ. ერთადერთი რას ვფიქრობ, ისი ერთადერთი. აი ესე თუ ბევრს ვივლით, აი ესე. შეიძლება მივიდეთ ჩვენ საკარვე ზონამდე. მეც მაგას ვფიქრობ. რომელ მხარეს ვართ კარვიდან? დაბრა წავედით მე. შემოსაზღვრული ხო იყო კარავი. ხო. აი ესაა შესასვლელი, ესაა ნაძვები. ცეცხლის საიდას გვინდა იმ მხარეს. კარვიდან. მე მგონია, რომ მაგის აპირისპირო მხარეს ვართ. აი, ეხა ერთი სიტყვით შენ მართლა ისე გონია, რომ იქით ვართ? წავედით მაშინ ზემოთ. ეხა რომ ზემოთას არ დახვდეს, უკვე აღარ ვიცი. კაი ბლომად ვიარეთ ისე, შეიძლება არ დახვდეს ისე მარტივად. შეიძლება რაღაცა მომენტში სხვა პატარა გორაზე გადავედით ხო. რაღაცა. წამო აქედან. ცოტა ხნიანი უმისამართო სიერულის შემდეგ ჩვენი ბანაკიც ვიპოვეთ. ესაა რა? კარვის ტერიტორია. უეჭველი? წესით. კაი, რეალისტურად ნახე ხა რა ხდება. აქ კი მოვით, მაგრამ აქედანაც არ ვიცით დიდად გასახსოვი ჩვენ. საკარვე ზონიდან ისეთი ადგილის საძებნელად გავეშურეთ, რომელსაც ხედი ექნებოდა. აქ აშკარად უდიდესი ხრამი გვაქვს წინ. რატო? მაგრამ გადასახედი იქნება და მაგით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მე რაღაც. ხედის გამოჩენისთანავე ორიანზე დავინახეთ, რომელიც მაშინვე ვისცანით. ისინი წინა დღეს წამოსვლისას შევამჩნიეთ და გადავწყვიტეთ მათი ადგილმდებარეობით გვეხელმძღვანება. აი, ანძევი. გაგვიმართლა. მინიშნება ვიპოვეთ. ახლა მდინარესთან უნდა მივსულიყავით, რომელიც როგორც ვახსენეთ, სავარაუდოდ დასახლებამდე ჩაგვიყვანდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. თიდან ჩამოსვლისას სადღაც შორს მდინარის ხმა გავიგონეთ. მიმართულება დავაზუსტეთ და მივხვდით, რომ ის ანძებისკენ ჩადიოდა. ჩამოვიდით მდინარესთან, შემდეგ უკვე უნდა გავაგრძელოთ სიერული დაბლა. აქ ვიყავით ზემოთასულები, ჩვენ დაბანაკებულები და ეხლა ამ თიდან ჩამოვიდით თავიდან ბოლომდე. წყალთან ახლოს სიარული ბევრად მარტივი აღმოჩნდა. ის გამოც მანძილს ბევრად სწრაფად ვფარავდით. აი, მდინარის განაპირას დაახლოებით ესეთ რაღაცა ბილიკისნაირ ადგილს მოვაგენით და სავარაუდოდ ამას შევყვებით და არ ვიცით სანამ ჩაგვიყვანს. აღმა სიერულს კი ჯობია. სიარულისას მდინარეს მოვადექით, ჩიხში ვართ, ეხა იქით ამ მხარეს ვერ გადავდივარ და რამე გზა უნდა ვიპოვოთ. მდინარე არა, ჩანჩქერია უფრო სწორად. ჩასავარდნია ძალიან დიდი. მაგრამ აქ თუ ჩავარდით, მგონი მორჩება ყველაფერი აქვე. ერთი სიტყვით ჩანჩქერი გადავკვეთეთ. ახლა ამ პატარა მდინარის გადაკვეთა გვიწევს და უნდა ვიდით მე აღმართი იწყება ერთი დიდი. ეს ის აღმართია? რომელი? არა, აქ ნაყოფები არა ვართ ჩვენ არსების. ხო, არ მახსენდება. მარცხა. მაგრამ გავსვათ იმ აღმართს. ხო, კარგად მივიყვებით გზას. ერთი ჩვენი ხა აქედან დაღწევაში ის გვეხმარება ყველაზე მეტად, რომ ბილიკი შექმნა გზა და ბილიკის გამოყენება იდეალურია, როდესაც დაკარგული ხარ ტყეში. ამდენი ჩამოსვლის მერე საბოლოოდ აღმართების დაიწყო. ეგ კაის ნიშანია, ალბათ იმის, რომ აქედან გავაც მალე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მართალი აღმოჩნდით. აღმართის ასვლისთანავე გზა დავინახეთ, მაგრამ უბრალოდ გზა არა. ესე იგი, ამოვიდით როგორც წინასწარ და სხვათა შორის ეს ზუსტად ის ადგილია. საიდანაც ვიდეო დავიწყეს. ამ მონაკვეთში გადავიდეთ ვიდეოს პირველი კადრი. და ცოტათი უკარო წვიმდა. როგორ მოხდა ისე, აი მეც არ ვიცი და ძალიან მაგრად გაგვიხადა. ეხა აქედან კი გავაყოლებს გზას. ის აი დიდი წე დავარტყით ესე იგი ახალობას სინამოდი. ძალიან აი ისე წავედი. 30 საათზე მეტი. საქართველოს ყველაზე ღრმა ტყეში. უგზო-უკლოდ სიარული. უცნაური, საშიში და ამავე დროს სახალისო თავგადასავალი. საბოლოოდ ჩვენ ეს შევძელით. ამდენი ხანი სიველურეში ყოფნის შემდეგ ადამიანის პირველი ნიშნები დავინახეთ. გადავრჩით. ცივილიზაციისგან განტვირთვა კარგია, მაგრამ მოგზაურობის შემდეგ მასში დაბრუნებას არაფერი ჯობია. ჩვენ ეს გამოცდილება ალბათ არასდროს დაგვავიწყდება. თქვენ კი გირჩევთ არ გაიმეოროთ და ვიდეო დაალაიქოთ. ჩამოვიდით საბოლოოდ მთის ძირში ვარ და იქით დაბლა რომ წავალთ უკვე დასახლებაში გვხვდება, მაგ ყველაფერსაც განახებთ. ახლა ერთი ისაა რომ ძალიან დავიღალეთ და გასვენება გვჭირდება. უბრალოდ თბილისს ამ წესასვლელად ცოტა დრო აქვს და არ ვიცი რას ვიზამთ. თეთრი ტანსაცმლის წამოსვლა არ იყო კაი იდეა. ეგ არის ახლა საბოლოოდ დავაღწიეთ თავი ტყეს, შენობები გამოჩნდა, ადამიანის კვალი. აქ ვართ ერთი სიტყვით. ნუ რაც თავარია ვიდეოს არსი რომ დაკარგულები აღარ ვართ შევასრულეთ. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. ნამდვილად. რაღაცნაირად ის თავდაჯერებულობა მომეცა რომ ტყეში ესე უაზროდ აღარ დავიკარგებენ, მაგრამ ეგრე არ მუშაობს. მომენტში ხდება ყველაფერი და თხილად უნდა იყოს ძალიან. რა თქმა უნდა ამ ვიდეოში რაც გავაკეთეთ არ გაიმეოროთ. ერთი სიტყვით მეგობრებო, ჩვენი ჩელენჯი შევასრულეთ. ახლა ვიდეოს უდალაიქებთ, თუ ჯერ კიდევ ეს ყველაფერი მოხდა და აღარც გამოვიწერთ. ძალიან გაგვახარებთ. ახლა კი მგონი დავშდოების დროა. ნამდვილად. წავიდეთ ხა. აბა კარგად.